ნაშვადღოს კვლავ პირდაპირ ეთერშია. ის რომ საქართველოს მივესალმები მაყურებელს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვართ და გამოფენა ჯერ კიდევ მზადების პროცესშია. დიახ, 23 ქართველი მეღვინე ქალი და დიდი შრომით და დიდი პასუხისმგებლობით შექმნილი პროდუქცია უნდა წარმოგიდგინოთ. თინა მისაუბრა საქართველოში ღვინის 8000 წლიან კულტურაზე, თუმცა მე მინდა დავამატო, რომ დაახლოებით 525 ყურძნის ჯიშია, რაც შეეხება ღვინის სახეობებს ძალიან მრავალი, რომლის ჩამოთვლაც ალბათ გამიჭირდება და პრაქტიკულად შეუძლებელია. დღევანდელი გამოფენა ტარდება ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელშეწყობით და ინიციატივით და მისი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა ჩემს გვერდით. ბატონ გიორგი, მოგესალმებით. სანამ გამოფენაზე და მის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ, მინდა გკითხოთ. დაირღვა თუ არა სტერეოტიპი, რომ ღვინის წარმოება არის მამაკაცის საქმე? მადლობა შეკითხვისთვის. ვფიქრობ, დღევანდელ ღონისძიებაზე, რომელსაც ევროკავშირის ელჩი, დონორი ორგანიზაციები, ბიზნეს კომპანიები წარმოადგენენ, ყველა აღფრთოვანებული დარჩება იმ ღვინის დეგუსტაციით, რომელიც ესეთ რუდუნებით არის შექმნილი ქართველი მეღვინე ქალების მიერ. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი ღონისძიება, რომ მოხდეს პოპულარიზაცია ქალბატონების მიერ შექმნილი ღვინისა და შეეწყოს ექსპორტის მიმართულებას. ვფიქრობ, დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია პოპულარიზაციის კუთხით და თითეული პროდუქტი, თითეული ღვინო, რომელიც არის შექმნილი ქალბატონების მიერ, იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას და ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ შეძლებთ ძალიან საინტერესო შედეგების მიღწევას. ბატონ გიორგი, დიდი მადლობა. დღევანდელი გამოფენის შექმნის იდეა განაპირობა ჰოლანდიაში დაგეგმილმა, მაისში დაგეგმილმა გამოფენამ, კონფერენციამ, სადაც 12 ქალი მეღვინე მიემგზავრება საქართველოდან, მათ შორის არის მანანა ახვლედიანი მეღვინე. მანანა, როგორც ვიცით, თქვენ როდესაც გაიგეთ, რომ პირველად ტარდებოდა მსოფლიოში მეღვინე ქალთა გამოფენა, თავად დაუკავშირდით ორგანიზატორებს. მოგვიყევით? დაუკავშირდი ორგანიზატორებს, ვესაუბრე საქართველოს შესახებ, მოვიწვიე საქართველოში და ქალბატონია ისიც ორგანიზატორი ჩამოვიდა საქართველოში 3 დღით. გავაცანი მეღვინე, ჩვენი ქართველი მეღვინე ქალბატონები, მან დააგემოვნა ჩვენი ღვინოები და აღფრთოვანებული დარჩა, რა თქმა უნდა, მიგვიწვია ამ კონფერენცია გამოფენაზე, რომელიც 23 მაისს მოეწყობა, ჩატარდება და ვიქნებით წარვადგენ ჩვენს პროდუქციას როტერდამში, საელჩოში ჰააგაში და შემდეგ ბრიუსელში ვიქნებით 12 მეღვინე ქალი მივდივართ საქართველოდან და იმედია, რომ ჩვენი ღვინოებით ყველანი აღფრთოვანებული დარჩებიან. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონი გულიკო ფანჩულიძე, ხო სწორად ვამბობ, ქალბატონ გულიკო, მინდა წარმოგიდგინოთ, თქვენ თბილისიდან გადახვედით საცხოვრებლად, რათა გეწარმოებიათ სახელობითი ღვინო. მითხარით, რამდენად რთული პროცესია ეს ქალისთვის, აწარმოოს სახელობითი ღვინო? რთული ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი მიზანი აქვს ამას და დიდი აღიარება მოყვება და ამისთვის ღირს ის ბრძოლა და შემართება, როგორც ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენ ღვინოს და ვირჯებით ჩვენი ღვინის შესაქმნელად. მინდა გადავიდე მირანდა ჩხეტიანთან, რომელსაც ჩვენი მაყურებელი, ჩვენი გადაცემის მაყურებელი ძალიან კარგად იცნობს, ლეჩხუმში მაღალმთიანი სოფელი, სადაც მირანდა ცხოვრობს და მე როდესაც ნახე როგორ ეფერება ის ვენახს, როგორ უვლის თავად ჰექტრებზე გაშლილ ვენახს, მოკლედ აღფრთოვანდი. მირანდა, ვიცი რომ ელოდებოდი ქვევრის გახსნას და ვიცი რომ 3-ჯერ მეტი უნდა ჩამოასხა წელს ღვინო, მომიყევი ამის შესახებ. დიახ, ის სანატრელი ქვევრებიც გაიხსნა, ღვინოც და დღესაც შევძლებთ აქ დაგემოვნებას. ნელ-ნელა ვცდილობთ უკვე და ჩამოსხმას დავიწყე და ნელ-ნელა ვცდილობთ გაფართოებას, უფრო დიდმა ასპარეზმა გაგვიცნოს, ასე რომ ვთქვა და ასახელოთ ჩვენი ქვეყანა ყველანაირად ვეცდებით. როგორც ვიცი, ჰოლანდიაში მიდიხარ. დიახ, ჰოლანდიაში გამართულ პრესკონფერენციაზე და გამოფენაზე თუ. დიდი მადლობა. მაკა ჩაველაშვილს უნდა გავესაუბრო. მაკა, ცხოვრობდი ევროპაში და ამერიკაში წლების განმავლობაში, თუმცა გადაწყვიტე, რომ საქართველოში დაბრუნებულიყავი და ღვინო გეწარმოებია და ძალიან საინტერესოს, როგორც ის რქაწითელს, ხო თუ არ ვწდები? რქაწითელი და მწვანე გვაქვს ამ ეტაპზე, ცოტა გვაქვს ძალიან რაოდენობაში საფერავი და ჭაჭას ვაწარმოებთ. ეხლა დავიწყეთ 2018 წლის მოსავალი გვაქვს პირველი. ძალიან დიდი შრომა გვიწევს, რა თქმა უნდა, და ვფიქრობ, რომ თუ ნამდვილად გიყვარს ეს სფერო, სირთულეები არ არსებობს ამ შემთხვევაში და შრომით და ცოდნით ჩვენ ოცნებებსაც ავიხდენთ. თქვათ რეალიზაციასთან თუა სირთულეები?
ჯერჯერობით სიმართლე გითხრათ არ მქონია მე სირთულეები, რადგან დამწყები ვარ და სამომავლოდ ვფიქრობ თუ აწარმოებ ხარისხიან ქართულ პროდუქციას და ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, რეალიზაციის პრობლემებიც არ გვექნება. დიდი მადლობა. მე მინდა ყველა ქალბატონს ვუსურვო წარმატება. დღეს გამოფენა 4 საათზე გაიხსნება, რაც შეეხება ჰოლანდიაში ვიზიტს, კიდევ ერთხელ გაიცნობს ქართულ ტრადიციულ ღვინოს სოფლიო. დაახლოებით 23 მაისს გაიმართება პირველი მეღვინე ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჰოლანდიაში, სადაც 12 ქართველი ქალი წარსდგება. ძალიან დიდი მადლობა ანა, მე წარმატებას უსურვებ ქართველ მეღვინე ქალბატონებს ჰოლანდიაში გამართულ გამოფენაზე.